დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ახლა დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა ქართული რესპუბლიკის წევრებმა რომ დღევანდელი დღე დავუთმოთ თავიდან ბოლომდე ფანდრაიზინგს, ანუ დაახლოებით 5000 ლარის შეგროვება გჭირდება, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გასასტუმრებლად და ანუ ზოგადად რო იცოდეთ რა როგორ არის, ანუ დაახლოებით 10000 ლარი გვაქვს თვეში აი სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯები. დაახლოებით 15-20000 ლარი გჭირდება რომ აი ნორმალურად ვიფუნქციონირებთ და გრძელვადიანად რომ დავთვალეთ დაახლოებით 25000 ლარი გვინდა თვეში რომ განვითარება შევძლოთ. ანუ ესეც რომ იცოდეთ, ანუ ეხლა დაახლოებით 10 ადამიანი ვართ ამ მოძრაობის შექმნის პროცესში ჩართული. ანუ ეს 10 ადამიანს ვთვლი, რომლებიც ასე ვთქვათ full time ვართ ჩართული და ნუ ამის გარდა გვაქვს ასე ვთქვათ ოფისის ხარჯი, თავისი კომუნალურებით და ხო განვითარებაზე, რაღაცა რეკლამაზე, რაღაცების შექმნაზე ჯერჯერობით დამატებით ხარჯებს თანხებს ვერ ხარჯავთ, თუმცა იმედი გვაქვს რომ ამას მოვახერხებთ. ჩვენ ხვდებით რომ იმისათვის რომ შევძლოთ განვითარება, შევძლოთ არსებობა, ერთადერთი გზა არის ის რომ ადამიანებს დავარწმუნოთ და დავაჯეროთ იმაში რომ ჩვენში ღირს ინვესტირება და ღირს ის რომ ჩვენ თანხა ჩაგვირიცხონ და ჩვენ გვესმის რომ ეს გვიქმნის დამატებით პასუხისმგებლობას, დამატებით ვალდებულებებს და მეორეს რომ პირიქით ხედავთ რომ ეს არის ჩვენი სტიმული და ეს იქნება გარანტი იმისა რომ ჩვენ მივახცევთ წარმატებას, იმიტომ რომ ყოველთვის ესეა ვინც ასე ვთქვათ იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას და ეს არის მათ შორის ჩვენი პარტიების პრობლემა რომ არ აქვს წორება ხალხსა და ადამიანებზე, იმიტომ რომ მათ როგორც წესი აფინანსებთ ვიღაც ზუგს უკან, რომლის ინტერესებსაც საბოლოოდ ატარებენ. ასე რომ მეგობრებო, დღეს ასე ვთქვათ ამ თემით შეგაწუხებთ თელი ასე ვთქვათ მობილიზება ამ კუთხით გვექნება პოსტებს თუ ვიდეოებს სწორედ ამაზე გადავიღებთ და ვიდრე არ შეძლებთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი 5000 ლარის შეგროვებას. აქვე მადლობა ყველას, ვინც აქამდე დახმარებია და სხვადასხვა თანხებს გვირიცხავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. ხო, ანგარიშებს ტრადიციულად კომენტარში დავდებთ და შეგიძლიათ ჩაგვირიცხოთ, მოგვეხმაროთ და ერთად შევქმნათ საერთო სახალხო ეროვნული პოლიტიკური მოძრაობა.